ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს D ვიტამინზე ყველაფერი, მაგრამ ახლა შენ რასაც მოისმენ დარწმუნებული ვარ რომ მსგავს რაღაცები აქამდე მოსმენილი არ გექნება. რასაც ახლა შენ მოისმენ ეს იქნება ის თუ გაიგო რამდენი არის მაჩვენებელი ნორმა, რა შემთხვევაში უკვე დაიწყო მისი შემოწმება, რა შემთხვევაში უკვე დაიწყო მიღება და რამდენი ერთეული უნდა მიიღო, რა დროის განმავლობაში უნდა მიიღო, როდის უნდა გადაამოწმო, გადაოფ. ეს იქნება უბრალოდ საოცრება. მოდი ყურადღებით მომისმინე და მე შეგეტყვი D ვიტამინზე ყველაფერი იმას, რასაც შეიძლება კლინიკაშიც კი ზოგჯერ ვერ მიხვდე. ნახე და აკვირდი. საქმე რა შეიცი, D ვიტამინზე როგორც ასეთი კონკრეტული ჩარჩო, რომ აქედან აქამდე უნდა იყოს, ესეთი მაჩვენებელი საერთაშორისო პრაქტიკაში უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ მე გეტყვი, რომ თუ შენ D ვიტამინის მაჩვენებელი გაქვს 20-დან 40 ნანოგრამ მილilitrამდე, ეს მაჩვენებელი ითვლება აბსოლუტურად ნორმად და ეს მისაღებია. ამას არ ჭირდება არანაირი მკურნალობა. 20-დან 40 ნანოგრამ მილilitrამდე ეს მაჩვენებელი ნორმაა. მაგრამ თუ შენ თქვათ ის გაქვს დაქვეითებული, ანუ ეს 20 ერთეულზე უფრო ნაკლებია, განსაკუთრებით 12 ერთეულზე ნაკლებია, ამას შეიძლება გქონდეს, რა თქმა უნდა, მიზეზები და ეს მიზეზები შეიძლება იყოს ის ფაქტორი, შენ D ვიტამინს არ იღებ გარედან, საკვების სახით. ან შენ უბრალოდ არ გადიხარ მზეზე და 24-ში ხარ სახში ჩაკეტილი და უბრალოდ მზეს არ ენახები, რომ შენმა კამმა დაიწყოს D ვიტამინის სინთეზი, ან შენს ორგანიზმს აქვს უშუალოდ ღვიძლში პრობლემა, იმიტომ რომ D ვიტამინი ღვიძლში ასევე აქტიურდება. ამ პრობლემა არის უშუალოდ თირკმლებში და იქაც ვერ ხდება D ვიტამინის აქტივაცია. ეხლა შეიძლება კითხვა, რა ნიშნები ახლავს D ვიტამინის დეფიციტს. მე გითხარი, რომ D ვიტამინის მაჩვენებელი მეთქი 20-დან 40-მდე იყო ნორმა. მაგრამ მე ასევე იხსენე შენ 20-ზე ქვევით და 12-ზე ქვევითაც. საქმე რა შეიცი? თუ შენ D ვიტამინი გაქვს 12 ერთეულიდან 20 ერთეულამდე, ეს როგორც წესი არაფრით არ ვლინდება. საერთოდ არაფრით. მაგრამ თუ ის ნაკლებია 12 ერთეულზე, ამ შემთხვევაში ის ვლინდება და რით? რით და იმით, რომ თუ შენ D ვიტამინის სხეულში არ გაქვს, შენ სხეულს ძალიან უჭირს კალციუმის შეწოვა. კალციუმის რაოდენობა შენ სხეულში ეცემა, ამის საპასუხოდ შენი ფარისებრ ახლო ჯირკვლები, 4 ჯირკვალი გამოვიშალოს დიდი რაოდენობით პარათორმოს და ეს ჰორმონი ძვლებიდან ფოსფატებს ამოალაგებს და მიემართება ეს ფოსფატები შარდში. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ გივითარდება ფოსფატურია, ხოლო ძვლები კიდევ განილევა, გივითარდება ოსტეომალაცია. ეხლა შეიძლება კითხვა, როცა მე მაქვს ეს D ვიტამინის დეფიციტი, როდის დავიწყო მე მისი შემოწმება? მოდი ასე გეტყვი, როგორც წესი ჩვენ არ ვამოწმებთ ხოლმე D ვიტამინს ასე რუტინულად. ხდები, მოვიდა პაციენტი კლინიკაში და მოდი ჩააბარე D ვიტამინის ტესტი. ესე არ ვიქცევით და ეს არც ასწორი. არ არის საჭირო D ვიტამინის შემოწმება, მაგრამ ერთ შემთხვევაში ის აუცილებელია. თუ საქმე ეხება მაღალი რისკის მქონე პაციენტს. და ვინ ითვლება მაღალი რისკის მქონე პაციენტად, ვისაც D ვიტამინი აუცილებლად უნდა შემოწმო. ესენი არიან შემდეგები. ესენი არიან პირები, რომელთაც მზეზე თითქმის არანაირი, დრო არ გატარებული, ან სულ არიან 24 საათი ან ოფისში, ან სახლში, ან საწოლში, ან კლინიკის საწოლში. მოგეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან სულ დახურულ სივრცეში. ან ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, ან სიმსუქნე. ან ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს თქვათ მუქი ფერის სკანი. ან ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიტყვაზე ოსტეოპოროზი. ან ის ადამიანი, რომელსაც აწუხებს ნაწლავის დაავადებები, მათ შორის ცელიაკია, ან ნაწლავის ანთებითი პათოლოგიები. აი ამ შემთხვევებში D ვიტამინის შემოწმება აუცილებელია. კარგი. ჩვენ ეს უკვე გავიგეთ. ეხლა ჩდება კითხვა. კარგი. D ვიტამინთან ერთად კიდევ მჭირდება რაიმე სხვა პარამეტრის შემოწმება? თუ შენი მაჩვენებელი არის 12-დან 20-მდე, ეს დაქვეითებული, მაგრამ აქ ზედმეტი გამოკვლევები საჭირო არ არის, ფულს უნდა ხარჯავ. მაგრამ თუ ის ნაკლებია 12 ერთეულზე, მოდი ესე მოიგეთ. გასაკეთებელი იქნება კიდევ 7 ტესტი. ნახე ეს რა 7 ტესტი იქნება ამ შემთხვევაში გასაკეთებელი, ეს იქნება აუცილებლად განსაცვლელ სისხლში ფოსფორისა, მეორე ის იქნება განსაცვლელ ტუტე ფოსფატაზისა, მესამე არის პარათორმონისა, მეოთხე ელექტროლიტები, მეხუთე შარდოვანა, მეექვსე კრეატინინი, რა თქმა უნდა მე-7 იქნებოდა უშუალოდ ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომ ჩვენ შეგამოწოთ ჩვენ ცელიაკიას, იმიტომ ზოგჯერ ცელიაკია შეიძლება ბრინდებოდეს გამოხატულად მკვეთრი ნაკლებობით D ვიტამინის, განსაკუთრებით საუბარია ბავშვებზე. ეხლა შეიძლება კითხვა, კარგი, მე დავადგინე, რომ მაქვს სიტყვაზე დაქვეითებული D ვიტამინი, როგორ მოიქცე? ხო, ეს არის ძალიან ლოგიკური კითხვა. როდის დავიწყო მე D ვიტამინის მიღება? თუ შენ D ვიტამინის მაჩვენებელი გაქვს 20-დან 40-მდე, D ვიტამინის მიღება არ ჭირდება და შეეშვი მის გარედან მიღებას. მაგრამ თუ ის ნაკლებია უკვე 20 ერთეულზე, ამ შემთხვევაში უკვე გჭირდება D ვიტამინის მიღება. ანუ რას იმახსოვრებ, როცა ის მაჩვენებელი ნაკლებია 20 ნანოგრამ მილilitrზე, შემდგომ უნდა დაიწყო D ვიტამინის შევსება. კარგი. შევსება უნდა დაიწყო. რამდენი მივიღო? D ვიტამინი იზომება ზოგადად ერთეულებში. საერთაშორისო ერთეულებში, თქვენ განზომილებას გვიოს საერთაშორისო ერთეული.
ხო და ეხლა შეიძლება კითხვა, აი რამდენი მივიღო, როგორ მივიღო? კარგი, ეს დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი გაქვს D-ვიტამინი. აბა ყოველდღიურად დაიმახსოვრე, თუ D-ვიტამინის მაჩვენებელი არის ნაკლები 12 ერთეულზე, ან 12 ნანოგრამ მილლილიტრზე, ამ შემთხვევაში შენ გასაჭიროება 50000 საერთაშორისო ერთეული კვირაში ერთხელ. ხო, კვირაში ერთხელ. რამდენი ხანი? 6-8 კვირის განმავლობაში. გავიგეთ? თუ ნაკლებია 12 ერთეულზე. თუ მაჩვენებელი არის 12-დან 20-მდე, ამ შემთხვევაში შენ გასაჭიროება დაახლოებით 1000 საერთაშორისო ერთეული ყოველდღიურად. და თუ მაჩვენებელი არის 20-დან 30-მდე, გასაჭიროება 6800 საერთაშორისო ერთეული ყოველდღიურად. ხვდები ნახე როგორი მარტივია? ყველგან მიაქცია რა გითხარი, სად რამდენი უნდა მიგიღო. კარგი, ეს გავიგე რამდენი უნდა მივიღო, მაგრამ რომელი D-ვიტამინი მივიღო? D-ვიტამინი შეხვიდი აფთიაქში იქნება ორნაირი ვარიანტით. ერთი იქნება ვიტამინი D3, მეორე იქნება ვიტამინი D2. რომელი მივიღო? D3 თუ D2? მე გიჩი რომ მიიღო ვიტამინი D3. იგივე ქოლეკალციფეროლი, იმიტომ რომ ის უფრო ითვისება უფრო ეფექტურად და ჩვენს ხელს უფრო მეტად ადგება. რაც შეეხება ვიტამინ D2-ს, ანუ ერგოკალციფეროლს, ის ნაკლებად სასურველია ჩვენს ხელს. სჯობია ვიტამინი D3-ის მიღება. კარგი, მივიღე. ეხლა შეიძლება კითხვა, როდის გადავაკონტროლო? მოდი ასე გეტყვი რა, თუ შენ D-ვიტამინის მაჩვენებელი ქონდა 20-ის ზევით, გადაკონტროლება აღარ ჭირდება. მაგრამ თუ მაჩვენებელი იყო 12-ზე ქვევით, ან 20-ის ქვევით განჯანდობას, ამ შემთხვევაში უნდა გადაამოწმო 3-4 თვეში განმეორებით. კარგი, კიდევ ერთი კითხვა. D-ვიტამინთან ერთად მე კიდევ რამე უნდა მივიღო? აუცილებლად, შენ გონია მარტო D-ვიტამინი უნდა მივიღო? ცდები, კალციუმიც. D-ვიტამინის მიღების მთელი არსი იმაში არის, რომ კალციუმი შემოიტანოს. თუ შენ უბრალოდ D-ვიტამინის მიიღებ და კალციუმი არ მიახმარე, რა უნდა შემოიტანოს შენს ხელმა? ანუ კალციუმის უნდა მიიღო. და რამდენი უნდა მიიღო კალციუმი? 1000-დან 1200 მილიგრამამდე დღეღამეში. როგორც ხედავ, შენ გაიგე ისეთ რაღაცები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. და მე გიჩვენ, რომ ერთ-ერთი ფორმა D-ვიტამინისა, რომელიც შენ გამოგადგება, რომ ის კარგად შეავსო შენს ხელში, არის მაგალითად აი ეს ფორმა D-ვიტამინის, რომელსაც ქვია ვიტამინი D3-ბიენი. ასევე გიჩვენ იმას, რომ ის მიიღო დილით, საკვების მიღებისას და სასურველი საკვები იყოს აუცილებლად ცხიმიანი. მაგრამ თუ მაინც მიიღებ შიერზე და საკვები არ იქნება ცხიმიანი, არც ეს არა კატასტროფა, ასეც შეგიძლია უბრალოდ ცხიმიან საკვებთან უფრო კარგად შეიწოება. მალდერი დაგრჩებით თუ ჩვენს გადაცემას უფრო აქტიურად მიადევნებთ თვალს და ამ რჩევებს ასევე გაუძლიერებთ სხვებსაც. დროებით